ზიზღი, რომელიც იგრძნობა ეთნიკური სამხედროების მიმართ უკვე ძალიან აშკარა გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურმა სომხებმა ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იგრძნეს. პირადად მე შემიძლია ჩემს მაგალითზე ვისაუბრო, მყავს ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი და ძალიან დიდი სიამოვნებით ურთიერთობ, ანუ ჩვენს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ეთნიკურობას, არც ეროვნულობას და ადამიანებს ინდივიდუალიზმის მიხედვით ვაფასებ. მაგრამ მინდა მე თუ არა, ჩემ და სამწუხაროდ ხდება გამოკვეთა ზოგჯერ ჩემი როგორც ეთნიკური სომეხის თუნდაც სამეგობრო წრეში, როდესაც ერთ სუფრაზე ხდებით და ჩდება სათხეგრძელოები, რომ ქართულ მანდილოსნებს გაუმარჯოს, ქართულ მანდილოსნებს გაუმარჯოს და შემდეგ იტრიალდებიან და გეუბნებიან, რომ შენ ხარ ეთნიკური სომეხი და ამით ხას უსმევენ, რომ შენ არ ხარ ქართველი და შენზე ეს დალოცვა არ ვრცელდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი შენ გაყენებულ ჯგუფში გსვავენ და შენ მათი საზოგადოების ნაწილი არ ხარ. ანუ ჩემი პრობლემა ის კი არ არის, რომ მე არ მინდა მათთან ერთად სუფრაზე დავსვლა, მე პირიქით სიამოვნებით სხდები მათთან ერთად სუფრაზე და მაგრამ მათი პრობლემაა ის, რომ მათ არ სურს რომ მიხილონ მე, ასე ვთქვათ, თავიანთ სუფრაზე. ხო, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება პირადი ცხოვრებიდან, მაგრამ ესე უხასუსო, რომ მესმედი არის ის და სოციალური სივრცე არის ის, სადაც ყველგან ყოველთვის ყველაზე მეტად ვრცელდება ზიზღი. როდესაც სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდი, ძალიან ბევრი ონლაინ სივრცის ათვისება მომიწია და მათ შორის შევდიოდი ფორუმებზე და ვკითხულობდი კონფლიქტებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ მოსაზრებას და ყოველთვის ვკითხულობდი ძალიან შეურაცხყოფელ, ძალიან დამამცირებელ კომენტარებს სომხებთან დაკავშირებით. ერთხელ ისიც კი წავიკითხე, რომ ერთ წერა, რომ როგორ უნდა მოვკვდე, ისე რომ სომეხს ყელი არ გამოძრა. ეს იყო ის სიტყვები, რომელიც ალბათ დღესაც ჩამესმის მე და როდესაც ამ ორთვიანი მუშაობის შემდეგ გამოდიოდი ქუჩაში, როდესაც რუსთაველზე ვსაერთნობდი, მეჩვენებოდა, რომ სიზღი ყველას თვალებში იყო. ანუ ეს იყო ისეთი შინაგანი შეგრძნება, როდესაც შენ ფიქრობ, რომ ყველას ეზიზღები. სამწუხაროდ, ბევრი არ საუბრობს ამ პრობლემაზე, მათ შორის ეთნიკური სომხები, ალბათ იმიტომ, რომ აქვთ შინაგანი შიში, რომ შეიძლება განკიცხვის საგანი გახვდნენ. შეიძლება მეც გავხდე განკიცხვის საგანი, იმისთვის, რომ დღეს ხმამაღლა ვამბობ ამას. შეიძლება ბევრმა არასასურველ ნათქვამად მიიღოს ეს და შეიძლება ბევრმა შეურაცხყოფელი კომენტარის დაწეროს, თუმცა ფიქრობ, რომ როდესაც არსებობს პრობლემა, მას ხმამაღლა უნდა ისაუბრო, რათა შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრას და აღარ არსებობდეს. და ვფიქრობ, რომ პრობლემა ზოგადად ამ armenofobიის უნდა იყოს გადაჭრილი, რადგანაც სხვაგვარად უბრალოდ ჩვენი ქვეყნის განვითარება მე არ მესახება. ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიგოს ცნება, როგორც არის სამოქალაქო ნაციონალიზმი და უნდა მიხვდეს, რომ ეთნიკურობა არის ნიშნავს ეროვნულობა. შეიძლება შენ იყო ეთნიკური სომეხი, მაგრამ თვითიდენტიფიკაცია ქონდეს ქართული, როგორც მაგალითად მე. მე ვარ სრულიად პოლიტიკურად, სოციალურად ქართველი. ანუ მე მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო არის საქართველო და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც მე ვდგავ ჩემი ქვეყნის სიყვარულით და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. და ეს ყველა ქართველმა, ეთნიკურმა ქართველმა, ყველა მოქალაქემ საქართველოსი უნდა გააცნობიეროს, რომ თავარი არის საერთო ინტერესები და არა ეთნიკური წარმომავლობა.